თუმეტეს როცა საკუთარი ქვეყნის გადარჩენას ცდილობთ. რატომ იცინი ყოველ ჯერზე როცა ამ ქვეყანას ახსენებ? შენ საკმაოდ კარგად ცხოვრობ აქ, რაღაც არ მესმის. ვერც გაიგებთ. თქვენ ამერიკის ერთ-ერთი მხურვალე მორწმუნე ხართ, თქვენაირი ადამიანები მილიონობით ხალხი ერთ შეკითხვასაც არ სვამს, ისე მიყვებიან ნაკადს. ძალიან არ მინდა სიტყვა დებილი გამოვიყენო, მაგრამ მის გარდა ვერაფერს შეუსაბამებდი. დიდებული მასები, მილიონობით იდიოტები. მაგრამ არიან იშვიათი ჩვენნაირები. ვინც უარს აცხადებენ ამ ნაკადის გაყოლაზე. იშვიათი ადამიანები, ვისაც ყოფნის ჭკუა იმის დასანახად, რომ ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეიძლება, ვიდრე მოგზადებული და თვითმყოფილი ცხოვრება. იშვიათი ჩვენნაირები. ვისაც ბევრად მომგებიანი მთავრობა უნდა ამერიკაში. თუ დაფიქრებით, მისტერ კეინ, ტოტალიტარული ნაციების კომპეტენცია ჩვენსაზე ბევრად მაღალია. ისინი საქმეებს მალე აკეთებენ. საქმეებს მალე აკეთებენ. ქალაქებს ბომბავენ, გემებს ზირავენ, აწამებენ და კლავენ. რომ თქვენნაირებმა ოქროს საინებიდან მიირთვან თქვენნაირი ჩვენიერი ფილოსოფია. მე არ დაბომბოს ვაპირებ არ ჩაძირვას, მისტერ კეინ. ამიტომაც მივდივარ ახლა და თუ თქვენი საქმეები კარგად არ წავიდა, თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაშინ დავბრუნდები. იქნებ მაშინ მაინც მივიღო ის, რაც მინდა. ანუ ძალაუფლება, დიახ, მე ეს ისევე მინდა, როგორც თქვენი კომფორტიან სამსახური, ან თუნდაც ის გოგონა. ჩვენ ყველა სხვადასხვა გემოვნება გვაქვს. როგორც ხედავთ, ოღონდ ჩემს გემოვნებას მე შესაბამისი ძალა ჩაუყენე სათავეში. ისე ამბობთ, თითქოს ძალიან მარტივად და ადვილად იყოს საქმე. ეს ყოველია. მე მშვენივრად ვიცი იმ ძალაუფლების შედეგები, რომელსაც თქვენ ესწრაფვით. მან ჩემი მეგობარი და კიდევ 1000 მისნაირი მოკლა. ესაა თქვენი მიზანი, მაგრამ ვხედავ, რომ ეს თქვენთვის სულ ერთია, იმიტომ რომ თქვენ ყველა გძულთ. აი რაც გეტყვით, ბოლო 4 დღეში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, თქვენაირ ადამიანებს შევხვდით და სხვებსაც. ადამიანებს, რომლებიც გეხმარებიან და სურთ, რომ ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ. ადამიანები, რომლებიც თქვენაირ ბოროტ მოქმედებთან ბრძოლით ერთობიან. სიყვარული და სიძულვილი მსოფლიო ამ ორიდან ერთ-ერთს ირჩევს. მე კი მშვენივრად ვიცი, ვის მხარეს ვარ. და ჩემს მხარეზე ძალიან ბევრი ადამიანია. მისტერ კეინ, მგონი საკმარისად განვიხილეთ ადამიანის უფლებას.